იცოდით, რომ ბოტოქსი გაახალგაზრდავებასთან საერთოდ არანაირი კავშირშია და მეტიც, მას უფრო მეტი კავშირი აქვს პარალისთან, ვიდრე გაახალგაზრდავებასთან. რატომ ვამბობ ასეთ პარადოქსულ რაღაცეებს და როგორ მოქმედებს ბოტოქსის ინექციები კი გაიგებთ ამ ვიდეოში. ნაოჭები ჩნდებიან ძირითადად იმ ადგილებში, სადაც მიმიკური კუნთები იკუმშებიან, მაგალითად ჩვენი სიცილისას ან სხვადასხვა ემოციების გამოხატვისას. ბოტოქსი კი მარტივად რომ ავხსნათ, არის ბაქტერიის ტოქსინი, ბოტულინუმის ტოქსინი, რომელიც ბლოკავს ნერვული დაბოლოებიდან კუნთოვან ქსოვილზე გარდამავალ იმპულსს და შედეგად იწვევს გამიზნულად კონკრეტული კუნთის პარალისს. ამას ისახერხებს შემდეგი მექანიზმით. ნერვულ დაბოლოებაზე, აი აქ რასაც ხედავთ, ბოტოქსი კონკრეტული ნივთიერების გამონთავისუფლებას უშლის ხელს, რომელსაც აცეტილქოლინი ჰქვია, რის შედეგადაც ეს მოლეკულა თავის რეცეპტორს ვეღარ უკავშირდება და შესაბამისად ის იმპულსი, რომელიც ამ მიმიკური კუნთებისკენ მოდის, ვეღარ აღწევს სამიზნე კუნთოვან ბოჭკოს. ინექციის ეფექტი დაახლოებით რამდენიმე დღიდან 2 კვირამდე აღწევს თავის მაქსიმუმს, ეფექტი კი დაახლოებით 3-დან 6 თვემდე გრძელდება. ალბათ რთული მისახვედრი არ იქნება, რომ ამ ინექციების შემდეგ გარკვეული მიმიკების და ემოციების გამოხატვა გართულებული იქნება, განსაკუთრებით მაშინ თუ ბოტოქსის ინექციები განმეორებითად და რეგულარულად სრულდება, რაც გვაძლევს საბოლოოდ კუმულაციურ ეფექტს. შენ კი ამ ვიდეოს შემდეგ გეცოდინება, რომ ბოტოქს გაახალგაზრდავებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუ მსგავსი ვიდეოები მოგწონს, გამოიწერე არხი და გაუზიარე მეგობრებს.